აი მე დინაღ რაღაცას დავეჯახე. გამარჯობათ ხალხო, არ მელოდებოდით. ვიცით არც. ჩიბე ვეღარ ვიპოვე. ხიმანი კურები როგორ მაქვს? სადა მაქვს. მაგრამ მართლა დავამუღამე ის, რომ იცავს რა. რა ქვია? ანუ იქ ხო იმაში გვაქვს ხელები ჩა. ამას წავისმე. ანუ თან ისეთ მანიკურებს ვარჩევ, რომელიც ისედაც რაღაცა ცოტა, რაღაცა გადასაგდები ეს კაია. ხო და მართლა მაგრად იცავს ხელებს. ფრჩხილებს. რომ მინდა რომ თურქეთამდე ცოტა ლამაზად ამქონდეს, რომ შილაკი გავიგეთ. ჩემი გოგო, ჩემი პრინცესა, შემოპარულა და ჩვენ საწოლზე წეს. ხო, ბამბა. ბამბა. აი მე კიდევ ტელეფონი ჩავაგდე იმაში. ფელს ბარბარე თქვენთან ოთახში უნდა შევიდე ვიდეო გადავიყო რა. რა გინდა მითხარი? წონე მაიკარო მქონდა საბა. აი ხა უნდა ვიფიქროს რა. გოდიცი რა ვქნა და ეს ორი დღეც გაიჭირვე რამენაირად და ოთხშაბათს გადმოყაროთ რა. არ ვიცი ზოგისად და ზოგისად. ისინი ზაფხულისები. გავიდეთ არაფერს დავებრახუნოთ და სანამ ნინო დაიძინებს, ხო, ესე ჯობია. ასე ჯობია. არ ვიცი ვის წყალი, მაგრამ მოიწევ ცოტას თავი ხუში. ჩემი მამამ თლივით უნდა დავლიო. ჰაერი დანასვავს. ხარ დავიხჭო. ნინო, ეს შარვალი ხوار დასვარე. რა დავლიე? ბარბარე ეს რა არის? ლიმონი ჩაასხი ხალო? ხო. აი მე წყალი მეკონა და დავლიე. მე რა კაია. შენით ლიმონი მიყვარს, მაგრამ ხა წყალი მინდოდა. ვიდეო უნდა ჩავწურო, ცოტა ხანი რომ დაიფანტნეთ არ ვიზა. შარვალი ხوار დასვარები. კარგად იყავ, წადი, ქშა. შორენ არ დამიჯერებს, მაგრამ თავი დაბანელი მაქვს. თორე დღეს იმდენჯერ წავისი თევზიანი ხელია, ოღონდ მართლა. იცი სადაა. ეს ცოტა გადავიხსნა თან გვიდან ადამიანივით შემოვიდეთ. დღეს ბოლო დღეა. ვაიმე ხალხო, გუშინ მე ვიცინე ამ 1 აპრილობაზე და 31 მარტობაზე რომ რა იყოს, რომ გუშინდელ ვიდეოზე ანუ დღევანდელ დღეზე გითხარით, ხალხო 1 აპრილია და თან ისიც თქვი რომ ხო ეს არის მეთქი, რა ქვია, ხელფასის დღე მეთქი. რა კარგი დღე იყო დღეს, ეხლა ერთი უნდა ველოდო. ხო და ანუ ვიდეოში გამოვაშვალე რომ ხალე 1 აპრილია დღევანდელზე და ხალხს თურმე რაღაცა დაგეგმილია 31 მარტს და მე გადავახტი რა, 31 მარტს გადავახტი ეს რა. პირველად დავინახე რაღაცა აყურია. ხოდი ხამას დავიწყო სავით და ისე გავიკიდე. რომ თლად გამიშრეს. აუ დღეს კაი მუშაობა იყო სხვათა შორის და ეხლა რომ თევზით ხსლილი მოდის ხარება და მერე ლაზარე შაბათი საერთოდ ის ორი და მოკლედ სავარაუდოდ ძალიან მაგარი მუშაობა იქნება, ძალიან მაგარი. გაწყვეტაზე ვიქნებით. აი იცი როგორ მუშაობთ ხოლმე? შენი აი ფუტკრები დავქრივართ ხოლმე. ეს არ მინდა ჯერ ეს მინდა. ხო მართლა სანამ დავავიწყდება, იმიტომ რომ გუშინ წიდაც შევპირდი ადამიანს, გუშინაც შევპირდი და დღეს ნახე რომ კიდე არ მithქვია. ეს არის ლავაშის რეცეპტი, ნანუშკის ლავაშის რეცეპტი. ოღონდ ჩხილები რატო გამიყვითლდა? გეფცებს სიგარეტი არ მომიწევია, ეს დღეებია.
ოღონდ რა ჯერ რასაც ვამბობდი ისა ვთქვი არ მიყვარს სადაც რა და გადადი გადმოდი ისა ლაპარაკი ძალიან ვაიმე დაწტორი შევისუნთქე წონები კი არა და ანუ გრამები და გრამაჟობა და ეგ არ მახსოვს რა როგორ ანაირად ამიტომ ეხა გეტყვით უბრალოდ აიღეთ ცოტა ფქვილი 2 ჭიქა ალბათ ნანუშკი არ ვიცი და მეთახმება თუ არა მართლა არ მახსოვს იმიტომ რომ მე მართლა თვალის ზომით მაქვს უკვე დამუღაბებული ვიღებ თქვათ 2 ჭიქა ჩაის ჭიქა გინაღვინის ჭიქა ფქვილი თვალის ზომით ვასხავ ზეთს ალბათ ნახევარი არყის ჭიქა კიდე ერთი კაც რა ვიცი ცოტა მარილი ამას ერთმანეთში კარგად აურევ ყურძით და იმ წამს ადუღებული წყალი იმ წამს ადუღებული წყალი ერთი ჭიქა ოღონდ იცი როგორ უნდა განსაზღვროთ რომ აი მოიზილოს ცომი რა თხელი არ გამოგივიდეთ რომ ძალიან ფქვილი კიდე სხვა არ შეიზილოს და იმ წუთას უნდა დაასხათ და ყურძით აურიოთ უბრალოდ ეგ ვიდეო როდესაც ჩაწერა ნანუშკი იქ არ უხსენებია რომ ყურძით აურიეთო და როგორც ცხელი წყალი ჩავასხიება რა ვქენი ხელი ჩავყავი შიგა და მე მგონი იტალიაში გაიგო ჩემი წივილის ხმა და მე კი დაუწერე რომ შეკაიტანიანო მაგდა გეთქვა ცხელ წყალზე ჩაადგილებ ყურძით მოურე და ხელი არ ჩატაკოთ და მე კი თქვა ვიდეოში მანანასავით ხელი არ ჩატაკოთ ჩიკაო მართლა მაგრა დავიწი თითის წვერები დავიწი და სუნანუშკის ბრალი ხა აბა მამა მაგას ხობო ფიქრება უნდოდა ამას მოურევთ კარგად ისე რომ შეგრილდება და მე ხელით კარგად მოზელთ ეს იქნება სულ რაღაცნაირი ფაფუკი ცომი ამას მე გადააკრავთ პარკს მე ხარო ცივა ჩაის სტილოს ვაფერდ ხოლმე და მაცივაშიც არ ვდგავ ანუ გადააკრავ პარკს და შედებ მაცივაში ან ჩადებ პარკში და რაღაცა შედებ მაცივაში მანამდე რა ვიცი გულს არც მოამზადებ ისიც კიდე რა ვიცი მე ბრინჯსაც ვდებ სოკოსაც ვდებ კარტოფილის პერაშკების იმასაც ვდებ და აი თუ გატყუებდეთ კარტოფილის პერაშკს როდებ ეს არის სველი სარფეთკი ხა ყველა მიცით როგორი აი ზუსტად ასეთი კანი აქვს ანუ კარტოფილის პერაშკი ანუ კარტოფილი დევს თითქმის აი ამაში აი იცით რა მაგარია ნუ ეხლა რაც მე დიდები გავაკეთე ეხლა რო გავაკეთე და კაი არის რომ პატარები გააკეთე იმიტომ რომ დიდები როგორც არ უნდა ეცადო მაინც გაგეხევა აღების დროს რა და პატარები ერთხელ ცეკვაზე სადღაცას მივიდით ცხეთაში მე მგონი და გავაკეთე და წავიღე რომ გზაში ბავშვებს მეთქი საერთოდ ესე ჩამოვატარებთ ხოლმე რომ ყველას ვაჭამოთ და ძალიან კარგები იყო იმ პეწეწინები და ყველას მოეწონა მაშინ რომ ისა თითქმის არაფერში არ დევს კარტოფილი ლავაშებისთვის ძალიან მაგარია მოდ გაათხელოთ ძალიან თხლად მე ამ მაცივაში შედებულს რომ გამოიღებთ კიდე უნდა გადაზილოთ რომ შეიძლება ცოტა ფქვილი შეიზილოს და 1-2 გააკეთეთ კიდე ეგ რა ანუ 3 გააკეთეთ ეგ ხო გეუბნებით ამ მასში მთლად ის არა ვარ იმიტომ რომ ეს გეუბნებით უკვე ნანუშკის რეცეპტი რომ ჩემთვის მოსახერხებელად გადამოვიტანე 1-3 უნდა 2 და მე უკვე შეგვიძლია გამოიყენო და ისა მაცივაშიც ინახება ნანუშკი ოღონდ დიდი ხანი არ ინახება მჟავდება მეორე დღეს მაქსიმუმ მე არა დაგიმჟავდებათ იმიტომ რომ მე დამიმჟავდებ ვერა და ვერ მოვახერხე და მე დავიმჟავდე ეს დავდო რომ არაფერი გააფუჭო საწიტონია მაინც ეს დავდო ეს ორი რატო ავიღე ერთი ავიღო ხორად შეეხება ძალიან ბევრმა მკითხა რადგან მე იცით მე ვინც არის ის რომ თევზებში მუშაობ თევზების საწარმოა ანუ სკუმბრია ჯერჯერობით ძირითადად მოივა სალაკა ხა პივის თევზი დაიწყება სელდი ქაშაყი ეგრევე კიდე რა არის კიდე რა თევზი გვაქვს სათალი კი არა და ანათალი ხო სათალი და ანათალი მეშლება ანუ აი ეს წითელი ის რო იბოლება ხო იცით გვერდები და რაღაცა ეგ არის ხო და ის რა კარგი თევზია აი მართლა კარგი თევზი ძალიან კაი თევზი
და მკითხეს რომ თბილისის გარდა თუ არისო კახეთშიო, თუ არისო ქობულეთშიო, თუ არის და არა მგონია ხალხო. ანუ ვინმე კონკრეტულად გადამყიდველი თუ ჩამოდის მაგალითად, ეგეც არ ამგონია, იმიტომ რომ მაგაცი გამოწი 10 დღეა ქვა და იმ თევს დამუშავებიდან გაყიდვამდე, იმიტომ რომ ვადას რო ვარტყავთ 10 დღეს ვთვლით და ისე ვარტყავთ იმას რა და არ ამგონია რომ ვინმე ჩამოვიდეს, წაიღოს ერთი დღე გზაში იყოს. იმიტომ რომ კიდე 1 და 2 დღე შეიძლება იქ იდოს, საიდანაც იყიდოს და ეგ არ ვიცი რა, ნამდვილად შადის თუ არა. იმიტომ რომ რაც ვიცი, თბილისში რიგდება. ხო და მე იქიდან სად მიდის, ნამდვილად არ ვიცი. პროდუქცია რაც შეეხება მართლა კარგია. აკომპანიმენტს იოანე გაგვიწევს. ეს ხელფასის დღე იყო ღმერთო, ისე კარგად ვიქცეოდით, ისე კარგად ვიქცეოდით უყურე. აუ გიждები ესეთ ფერბანი კურებზე რო არ ეთყობა, ოღონდ მართლა. და რა ლამაზია ეს ოხეის. მართლა კარგი. ხო დღეს ახალი ბინადარი მოვიყვანე სახში, უფროსმა მამა ლაბაჯუგა. რაღაცა ჯიშის მამალია რა. ხო და მოვიყვანე და ის დიდი თეთრი მამალი რომ ყავ ბრამის. ეგ გარეთ გადმოვს, იმიტომ რომ როგორც აკალემი და აი ის ხო გინახიათ როგორ აჩხუბობს. კენგურო, ზუსტად ეგ ეჩხუბობს. ანუ იმ პატარას არ ეჩხუბება ეს იაპონკა რო ყავ, ყოყოლოყოს ვედა. მაგრამ ამას უეჭველი ცოტა დიდი ტანი, ოდნავ დიდია, იაპონკაზე ოდნავ დიდია და ვიცი რომ დაამკვდარებ და ამას და აბა ნახო მე ჯერ ჩაუსვი და ერთი რო ჩაწიხლა, ანუ წიხლით სცემს. ხტება ჰაერში და წიხლებით სცემს. რა ვიცი, ქათამია თუ მართლა ის არის აქ კენგურუ. ამიტომ ეგ გადმოვაბრძანე გარეთ, სულ გარეთ გადმოვაგდე და ჩავსვი. ახლა პატარა დაეტაკა იაპონკა და ადექი მერე და გალიაში რომელიც მესვა გამოვსვი, კოხენხინის მყავს მამალი, ისეთი საყვარელია, შავია. როგორც აბრეშუმი ეგეთი ისინი აქ, ბეწვი არ აქვს, ბუმბული აქვს, წვრილი. და ისეთი საყვარელია, რომ ვეძახი მოდის და დრო მოდის თანამ კმენს. და ძალიან საყვარელია და ეგ გამოუშვი. ის თეთრი გადმოვაგდე და თავი ჯერჯერობით სოფლი, მაგრამ ეხლა ხვალ რას ვიზავ არ ვიცი, სახში რო არ ვიქნებ. მე მგონი მეორე სეტკა მინდა რომ ის მეორე მამალი შევაგდო, რომ ძაღლი შემოდის ხოლმე და რა ვიცი, საფხილა მამალი არ წამართვას. ხო, ეხლა საროჭკა მაქვს დასახატი სხვათა შორის. და ვფიქრობ, რომ დღეს დავხატავ, რამდენად შრომ ექნება, არ ვიცი, მაგრამ მინდა. ამიტომ ვფიქრობ, ცოტა ხანი წავუძინო მეკი და მე ავდგე ცოტა გვიან. და ჩემთვის ვიფუსფუსო მარტო. ახლა რომელი საათი ისედაც შეიძლება ნინოს ცილის დრო არის. აუ კიდე არ მახსოვს ვიღაცასთვის რაღაცა ხوار უნდა მეთქვა. ეგ გითხარით არ ვიცი, არ მახსოვს გამწოვის ისა ინტერესებდათ ფირმა და აი ნამდვილად არ მახსოვს და ისიც არ ვიცი საგარანტიო შენახული მექნება, მაგრამ აი აზი არა ვარ, არ მომიძებნია რა ფირმისა არის. ცუდი არ არის, კარგია ამ პატარა ოთახისთვის. ოღონდ გამწოვი გამწოვი კაია და რაღაცა, მაგრამ აი გააჩნია მე კიდე ფილტრი როგორ იმუშავებს ხოლმე, ხალაშას უნდა შეეცვალა ფილტრი, იმიტომ რომ აშკარად აი შიგნით კი იხეხებოდა, მაგრამ შიგნით ეს ცხიმის კონდენსატი გაიბიძნა და იმდენად შეწოვა არ ქონდა და უნდა იყიდა რა 10 ლარი ღირს ეგ ფილტრები, ანუ ეგ ფილტრები უნდა გქონდეს კაი, თუ რომ გამწოვმა იმუშაოს, ხო, აბა ისე იბზულებს და არ გაიტანს, ხო, ეგ თუ გაბიდნული იქნება და გავრეცხი. 2 დღე ზედიზედ ვრეცხი რაღაცა ხსნარის სახელს მეკითხებით და ნამდვილად ვერ გიტყვი რაღაცა უცნაურად აწერია, არ ვიცი. ეხლა აღარ ამბა გამითავდა და ჯერჯერობით არ მინდა. იმიტომ რომ ახალი გაწმენდილი მაქვს ყველაფერი. ხო და ანუ ფილტრი უნდა იწმინდებოდეს კარგად რა და მაგაზია დამოკიდებული რა თქმა უნდა გამწოვის მუშაობა. იმიტომ რომ მე რო წმენდავდი კაც ვერ ახვდებოდი თითქოს მეთქი იორთქლებს მაინც და არ გააკ კარგად და თურმე გარეგნულად არის გაწმენდილი და ფილტრის ხო შიგნით რამდენიმე ფენა აქვს ეს
ბადეები, რაღაცა წვრილი სეტკები და აი ისინი ჰქონდა როგორც აი გაპუხილი რა და ფიზიკურად ვერ შეიტანდა. ეხლა გრიალებს. ამას ერთ პირს კიდე წავისმევ. და ახვალე სკუმბრია გვაქვს თავიანი თუ თავ. ყოველ შემთხვევაში რაც მე მანიკურს ვისმევ, ჭხილი გამეზარდა ცოტა. აუ ხა ისეთ ვის აქ ეგ მუსიკა ჩართული? იონე შენ გაკ? იონე ეგ მუსიკა შენ გაკ? ცოტა ჩაუწიე რა შეიძლება დაბლოკოს. ცუდო არისო? ჰა? ო ესე იგი ეს ვიდეო თუ დაიდო და მალე წაიშალა, ნიშნავს იმას, რომ YouTube-მა ცუდოს მუსიკა ამოიცნო. ძალიან დიდი შანსია მაგისი. ვაი დედა. გუშინ რაღაცნაირი დღე იყო ხალხო გუშინ. აი ვიდეოც რო ჩაწერე, ბოლო ვიდეო იყო რაღაცნაირი დღე. უხასიათობის დღე, წიო ცოტა. ის ეკრა წერია, კი არ გადამითარგმნია. რა მიგინდება ხوار მოწერია ხო? ხო? ვერა. მე დავინათებ იმას Google-სა და Google-ი მეტყვის. Google აბაზად ამბობ. მამიდა მყავდა სტუმრად. ხო და? ანუ რო თვას ვიშრობდი, მაშინ ამოვიდა ისე დამადგა თავზე და თანაკვდებოდა სიცით იმ ფენის ხვაზე ვერ გავიგე და გამიხარდა. ცოტა ხანი კი იყო, მაგრამ მაინც მოვასწარით ჭუკჭუკი. მე. ხვალ 1 აპრილია. და განსხვავება შაშადელისაგან ხვალინდელი დღის არ მაქვს მოფიქრებული რა მოგატყუოთ. თან წინასწარ გეუბნები თუ რამე მოგატყუეთ, ესე იგი მოგატყუეთ, მართლა არ მაქვს მოფიქრებული, მაგრამ თან ხვალე ისეთი დატვირთული დღე იქნება, რომ დიდი შანსია საერთოდ არ მახსოვდეს 1 აპრილია თუ 22 ისეთი მოვა. და კიდე ის რომ ცოტა ხანში ისა რა ქვია ერთ თვესა და ორ კვირაში თურქეთში მივდივარ. როგორ მიხარია. ხო და ხა ბარბარე მაგ ტანსაცმელზე მელაპარაკებოდა რა. შოპმარინაში მაქვს გეგმა თუ წავედი. ჯერ გადმოვალაგოთ რა გვაქვს ჩასაცმელები და რა არა. ბევრს არაფერს არ იმოშვები ნამდვილად. 3 ხელი და მორჩა. ამოჭეჭყე გაფინი, ამოჭეჭყე გაფინი. უთომი მაქვს. ოღონდ მარტო ჩემთვის მოკ არავის არ მივცემ. ნუ იმ ხელაფასიანი უთუა. ვის გავხუჭებიდებ. მაგითა ვარ მესამე წელია ხوارობ და აი ვირივით არის. მესამე წელი ხდება, კი არ დაიწყო, ხდება. მაგარი უთუა. ძალიან. ამოდი დღეს არ დავხატა და ხوار დავხატა ხო შეიძლება. მაგრამ ხოლმე ამას დაღლილი რომ მოვიდე. ან დავიძინებ. და გავიხუძებ. არა, სხვადასხვა ერთი დღე ეგებქენი, რომ არ მუშაობდი მაშინ უბრალოდ ხუთშაბათი დღე იყო, არ მუშაობდი, მაგრამ რაზე ვიჩქარეთ, ხო, ლაშას კომპიუტერით ვხატავ. ჩემს პატარა ლეპტოპში კი იხსნება რა თქმა უნდა ეს სურათი, მაგრამ იქ არ ვიცი მიჩოული ვარ ეს დიდ ეკრანზე, კარგად იშლება, კარგად ვადიდებ, კარგად დეტალები რაღაცა კარგად ჩანს ხოლმე და მაგაზე ვიჩქარე რა და დილით ადრე ავდექით. ესე იგი 9-ის ნახევარზე სანამ სკოლაში წავიდნენ. მე დახატული მქონდა და იგი ხო არ გავაკეთე. მე რა მაგარია ეგებისა. და ხვალე საჭმელები არ მაგასაკეთებ. აი, თქვენთან ერთად მივიღე ეგ გადაწყვეტილება ძალიან კარგია. მოდი ხა მე ვარ წავისვოთ სანამ გაგარებთ და დიდი შანსია რომ დილაზე აქვე არ დამცვიდება ჭურჭელს რომ დავრეცხავ, იმიტომ რომ ეხლა დავრეცხე მოვრჩი. ხო, დანარჩენს ახლა იმაზე ვისავრა დილაზე.
ხო, ფეირი გავითავდა და 5 ლიტრიანი ტყიდულობთ ხოლმე ქვემოთ ქიმიებში ჟელია, სხვა შორის ცუდი ჟელი არ არის, უბრალოდ ეხა ფეირისავით არაა. და ეს მაქვს ხოლმე ქვაბები, ტაშტები, ტაფები, რაღაცა ესეთი სინები და ეგეთი რაღაცეები, რომ ანუ ხშირად არ მიხვდება ხელი რა. გარეთ კრანთან მაქვს ეგ. აი 1000 ერთხელ რომ ვიხმარ. კაი, 1000-ში 10-ჯერ. ხო და ეხლა ეგ ჩავასხი რომ ფეირი გათავდა და დღეს დავიწყე მოტანილაში. უბრალოდ არ შემიხსენებია და ესა ეგ ძალიან აშრობს ხელს და მაგიტო მიველი იმ გადაწყვეტილებამდე რომ მიუხედავად იმისა რომ 5 ლიტრიანია და ცხალარი ღირს თუ რაღაც ან მიაფია ეკონომიას კი აკეთებ და ცუდად არ არეცხავს, მაგრამ მე ხელებზე ვეღარ აკეთებ ეკონომიას ისე დღეში გიგდებს, გიშრობს, გისკდება, ბრჩხილის აქეთ და აქეთ გაგხეთქიათ თითი, რა მწარია. და რო გგონია რომ მოგირჩა და ისე ვიქრო გაგისკდება. ძალიან მწარი. წესრე. აუ რომ მოვიცლიცი რა მინდა ბაღში. აი, კეთათი დამჭა. აი, ჯერა გვაქვს ერთი ბეწო ბაღი, ეხლა მანდ კი გითხარით წინაზე მწვანილების და ესე პარკი რაღაცის გაკეთება მინდა მეთქი, მაგრამ თან იცი როგორ მინდა, აი რო ამაღლებთან და რო შემო 4 კუთხედად, პატარ-პატარა 4 კუთხედები რო დგა და ესე რო გააკეთო. ძალიან მომწონს ეგეთი. არ ვიცი რამდენად მოვახერხებ. დიდი შანსია არა, მაგრამ რაღაცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს და რა ვიცი ამ კვირაში სახში ვიქნები. იქნებ რამეები ვიბოდიალო და გავაკეთო. თქვენ ასე. ძალიან ლამაზი ფერია. ეხლა მანდ კიდე მუქათაჭას არ არის თლათ ასეთი მუქი. აი არ ყვირის და ესეთ მანიკურებს დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, მაქვს ხოლმე და სხვა შორის ეხლა დავიწყე ცოტა მყირალა მანიკურების და იქ ვიყავით შარშანწი ქობულეთში, ნუ 1-2 თუ 3 წლის წინ, რა ვიცი, რატო გამეზარდა მაგ ხელაფშხილები, ახლა არ ამუშაობდი. მუქთაბჭაბელა ვიყავი მაშინ და წავისვი პერლამუტი, ასეთი ფერი. მანიკური, ყვითელიც და სალათისფერ შუაში, რატო წავში? რატო იცი? ზოგადად მახსოვს რომ ქობულეთში, ნუ სხვაზე რომ მიდიან, ესეთ მყირალა ფერებს ისვრი და მეც ამ მქონდა აპტეკი და წავში. არ მქონდა წავედი და ვიყიდე. მთელი 2 ლარი მივეცი. ქალი ვარ რომ ესე შვებიდან რომ დაინახეთ მე კი რაღაც ზღვის ბასვია და იმ საღამოთი რაღაცა კოქტეილები გააკეთა სალმა მასწავლებელმა და ერთად რაღაცა და მოდი ერთად გადავიყოთ ერთადო და ეს ფჭილები ცოტა კიდე გავყავი რომ ცოტა შორს გამოჩენილიყო ჩემი ყვითელი ფჭილები მე და ესა ეკა მეუბნება წერტაც ერთად მივდივართ კაკაურიძე ძალიან მიყვარს ძველი მშობლებიდან რამდენიმე შემოვჭი და ერთ-ერთია ვისაც ძალიან დიდ პატივს აცემ და ეხლა რო თურქეთში ვიყვნენ შარშან ჩემი შვილი ვანდე ისე რომ აი ერთხელ არ დამირეკე იონე როგორ ხარ თქვა როგორ არ დამირეკე მაგრამ აი მაგ მხრივ რომ იმიტომ რომ იცოდი რომ ეკა იყო იქ ხო და ხო გავწეთ მე ვინმე გასწი გოგო გულით მკვდარსა ეგ ეხლა არა გულით ავად მყოფს გიგა ვეფჭხილებიო მე ვყარი კანო ერთი კვირა არა 2 დღეა ამ ფჭხილი თავს ვიწონე მითხარი შეუყერო ბანად აი აბედი წაღებული მქონდა ეგ მანიკო კიდე გადავისვი ზემო და გავამუქე ეკას გულის გასახეთქად აი ეგრე არა ბიჭო ავედი ხარ ხო კაია თქვენთან ერთად ჭურაობა მაგრამ ეხლა არ ვიცი ვფიქრობ კიდე რა გავაკეთო დავწვე დავიძინო თუ დავწვე დავიძინო მე მგონი მაგორი და რომელივეს უეჭველი ავირჩიო დავედი ეხლა აბა ჰე მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით სავარაუდოდ ხვანამდე კარგად